ახლა იძახიან რომ ქართული ოცნების მომხრეებიც იყვნენ რა არ უნდა რა ეს ენის მოჩლექვა რა მე ქართული ოცნების მომხრეები არ მინახია არ მინახიათ არ უნდათ რა ეს ისა რა ქვია კონსტრუქციული მიდგომა რომ აი ისენ სად არიან კაცო იმისი არ იყოს პოლიციაში არიან ღირსეული ოფიცრები სად არიან ეს ღირსეული ოფიცრები სასამართლოში არიან კარგი მოსამართლეები სად არიან რატო არიან იატაკქვეშეთში კაცო იპარტიზანონ მაინც რაღაცა გააკეთონ თუ უმრავლესობა არიან პატრიოტული ხალხი უმრავლესობა სად არის ეს პატრიოტული ხალხი რატო დუმან კაცო რატო არიან ასე თავში ჩართქმულები არ უნდა ეს ენის მოჩლექვა ქართული ოცნების ამომრჩეველიც იყო იმიტინგს მე კაციშვილი ვერ ვნახე იქა და არ უნდა ეს დამტკიცება რომ ეს ფსევდო ერთობა ერთ-ერთი ქართული ოცნების წარმომადგენელი ვერ გაბედავდა გასულიყო ისეთ საპროტესტო აქციაზე რომელიც დაარბია ხელისუფლებას კამერა დაუკვირდი რა შეხედე ინგა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და დეტალია მაგრამ მნიშვნელოვანია დაუკვირდი როცა ოპოზიციურად არის განწყობილი მოქალაქე მას არ ეშინია კამერების ჟურნალისტების ოპერატორი დაუკვირდი ქართული ოცნების მომხრეებს იგინებიან, იფურთხებიან, გარბიან, იმალებიან, სახეს მალავენ. მომავალზეც ფიქრობ, იცი რომ რაღაცა კარგად ვერ მიდის საქმე უკვე. რაღაცა კვერცხების ჩადებებსაც დაიწყებენ, თუ უკვე არა აქვთ უკვე ჩადებები. აღარ გამოვა უკვე. იმიტომ რომ მარტო პოლიტიკური ხელმძღვანელობა კი არ უნდა გასამართლდეს პოლიტიკურად და ვისაც მიქარული აქვს ციხეშიც მოუწევს არამედ ის შუა და ქვედა რგოლები რომელიც არჩევნებსაც აყალბებს ფულსაც იპარავს გამგეობებში, სიპებში და აიპებში. თავარი საყრდენი ამათი არის სიპები და აიპები, სადაც უსაქმური 500 ლარიანი ხალხი ყავთ. თავიანთი ნათესავები დასაქმებული, ერთადერთი ამოცანით არჩევნებზე უნდა ირბინონ და თითო კაცი მაინც უნდა მაგრამ როცა საფრთხეს გრძნობს, აი ორი ხელით თამაშობს, აქეთ სალომე, აქეთ ღარიბაშვილი და მისი რაზმი. ვითომ დაპირისპირებულები არიან ერთმანეთთან. გააკეთონ რა დიდი სიამოვნებით უყურებ თან პარლამენტში უყურებ როგორ ჩაატარებენ იმას რა ქვია იმპიჩმენტ ჩაუტარებენ თავიანთ ძვირფას სალონებს